მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება გავთიშოთ მექანიკურად, ანუ iPhone-ი და Android-ი. იმ შემთხვევაში თუ სენსორმა გაგვიჭედა მაგალითად და აღარ მოქმედებს სენსორი და ვერ ვთიშავთ მას სტანდარტულად, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება გავთიშოთ მექანიკურად. კარგი, მოდი დავიწყოთ iPhone-ით. და ვთიშავთ როგორ ვაჭერთ ხმის ამწევს, დამწევს და დაბლოკვის ხილაკს. მოდი ახლა თქვენთან ერთად გავაკეთებ მე, თუ თქვენს იგივე პრობლემა გექნება თქმა უნდა. ესე იგი ვაჭერ ამწევს, ნახეთ ხმის ამწევი, დამწევი და გათიშვის ხილაკს ვაჭერ რამოდენიმე წამი და ველოდები სანამ ტელეფონის ეკრანი არ ჩაქვრება. როგორც კი ჩაქვრება, უკვე გათიშულია ტელეფონი და შეგვიძლია ისევ დავაჭირო, აი როგორც ჩაქრა, შემიძლია დავაჭირო ახლა ისევ ჩართვის ხილაკს, ანუ გათიშვის ხილაკს, ან დაბლოკვის ხილაკს, როგორც გინდათ ისევ უწოდეთ და ჩვეულებრივად ჩართავთ ისევ მას. დავაჭიროთ. აი ჩაითო როგორც ხედავთ. მოდი ახლა გადავიდეთ Android-ის შემთხვევაში როგორ არის, პრინციპი იგივეა. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ Samsung-ს და ვაჭერთ ხმის დამწევს და დაბლოკვის ხილაკს, ანუ აქ არის უფრო სხვა პრინციპი. ვაჭერთ ხმის დამწევს და დაბლოკვის ხილაკს. დაჭერის შემდეგ ველოდებით რამოდენიმე წამი, როგორც კი ეკრანი ჩაქვრება, უკვე აუშვებთ ხელს და ის თავისით ჩაირთვება. ველოდებით რამოდენიმე წამი და აღარ უჭირდება უკვე და გათიშვის ხილაკს დაჭერა, ის ავტომატურად ჩაირთვება. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.